მეგობრებო, ვისაც ტორტის ბისკვიტი არ გამოგდით, გამოაცხოთ ამ მეთოდით და არასდროს არ ჩაგივარდება და გამოგივათ აი ასეთი დიდი მსუქანი ბისკვიტი, რომელიც არის 9 სანტიმეტრი. პირველ რიგში მომიზადებ ფორმას, ალუმინის ქვაბს ვიყენებ, თქვენთვის ასურველი ფორმა გამოიყენეთ, ჩაუფინებ პერგამენტის გახალდი, არანაირი ცხიმი არ ჭირდება და გადავდე გვერდზე. 8 კვერცხი 0 კატეგორიის ოთახის ტემპერატურის, რომელიც გამოიღო 2 საათით ადრე მაცევრიდან, გავაცალკავ ერთმანეთისაგან კვერცხი და ცილა კარგად, ცილას არ უნდა შეყვეს კვერცხის გულისგან არაფერი, ნებისმიერი ჭურჭელი უნდა იყოს მშრალი, ავთქვიფე ცილა, რომელსაც დავამატე მწიგვი მარილი 30 წამის განმავლობაში, რომ აქ-აქდება 3-4 ეტაპად დავამატებ 300 გრამ შაქარს და ვთქვებ კარგად. უნდა ვთქვიფოთ დაახლოებით 10-12 წუთით, შაქარი უნდა გადნეს სრულად და ბეზეც უნდა გამყარდეს, რა თქმა უნდა, რომ გადმოაბრუნოთ ჯამს, არ უნდა გადმოიღვაროს გამყარებული ბეზზე ჯამიდან. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვთ გამომიწერეთ. ამის შემდეგ 8 კვერცხის გულს დავამატე 8 სუფრის კოვსი ოთახის ტემპერატურის წყალი, ავთქვიფე კარგად 30 წამი ჭირდება, ბევრი არ ჭირდება ათქვეფას, მიქსერი აღარ გჭირდება, რა თქმა უნდა, მშრალი ხის ჯოხი ან სილიკონის, ამოურიოთ კარგად, ეს გულებიც დაახლოებით 4-5 ეტაპად ნელ-ნელა უნდა ამოურიოთ კარგად ქვემოდან ზემოთ, ნუ შეგეშინდებათ, არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ უნდა ამოურიოთ ქვემოდან ზემოთ. კარგად უნდა გაიხსნას ცილა და გული ერთმანეთში. 300 გრამ ფქვილს დავამატე 1 ჩაის სკოვს ნახევარი გამაფხვერებელი, 1 ცალი ვანილი და ჩავაცერი ესეც 4 ეტაპად დაახლოებით და უნდა ამოურიოთ ფაქიზად ქვემოდან ზემოთ აუცილებლად, უნდა კარგად გავაერთიანოთ მასა და უნდა გამოვიდეს ფუშფუშა ბისკვიტის მასა. და რას ვაკეთებთ ამის შემდეგ? მე მაქვს გამზადებული, რა თქმა უნდა, ყალიბი და სწრაფად უნდა ჩავასხათ ფორმაში, რადგან დიდხანს გაჩერება არ უყვარს ბისკვიტის მასას, ის შეიძლება დაეცეს. რა თქმა უნდა, წინასწარ მაქვს გახურებული ხუმელიც 150 გრადუსზე და შევდგამ ჩემს ბისკვიტს ხუმელში, გახურებულ ხუმელში და გამოვაცხობ 150 გრადუსზე 50 წუთით. არ გამოვახებთ კარებს, რომ გამოცხება 50 წუთშიც იყოს, შეგნით კიდევ 5 წუთით გამოვიდა ესეთი ფუმფულა, გააციეთ სრულად, მე გირჩევთ და გაციებულზე შემდეგ შემოუტარეთ დანით გვერდები და ეს ფუმფულა ბისკვიტიც მზადა.